დღევანდელი ჩვენი შოუს სტუმარი კი გახლავთ მთავარი არხის ჟურნალისტი, მთავარი არხის ჟანა დარკი, ქეთა ციცკიშვილი. ჟანა დარკი წინასწარმომზადებულია. კეთევან, მამაზომ შვენიერო და ძლიერო. კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენთან თავარ ბიჭებში. როგორ ახარ? ძალიან მიხარია მთავარ ბიჭებში მოსვლა. როგორ ახარ? კარგად. იმიტომ რომ სულ ტელევიზორში გიყურებს და ეხა მეც აქ ვარ. თავარი გოგო მთავარ ბიჭებთან. აჰა. ნახე როგორ სტუმარი ყავს. ცხელ-ცხელი ამბებით, მისი სიუჟეტებით, მისი ჯერ კიდევ არ გასული სიუჟეტებით, რომელსაც ამზადებს. რა საკეთებს? ვერო კონდეთ ამის გამბედაობა. გამიგე? სადამ აქ, ბრო. სხვანაირად იქნებოდი ქეთაცის კი. არა, ქეთათ იმე აღფრთოვანებული ვარ, აი, ესე პიკი საერთოდ მისი ყოვლად შემძლეობის იყო, როდესაც აი უნდა თქვა ესე როგორც არის. პოლიციასთან გამოჩნდა ზახოდით ხელში. იქ დაგამახსოვრდა. სად გაღიარა? ხდები. აი, გამდე რამდენი რამე გაგიკეთე. აქამდე ხო სიუჟეტები გაქვს მომზადებული და ჟანა დარკად როდის გაღიარა, იცი? როდესაც აი ესე ჩირაღდნით აი ესე ვითომ არაფერი გამოცხადათ თან ისეთი როგორც აცვია ხომ რაღაც ის კეცო რაღაც პალტო თუ რა იყო ამასოს და ესე მომდა და ეს თქვენ და პოლიციის თანაშემწე ყვავილივით ეს თქვენ და აი ეს ლამაზი გახოდი ჩემგან. თან რა იყო, იცი მეც მეცინებოდა ეს რო აი ძალიან ისეთ სიტუაციაში ვიყავი, რაღაც პოლიციაში დავრეკე, რომ მოდით ახლა მე აქ ნარკოტიკი მოგდა რომ მოვინე ხო და მიმეცა და მეცინებოდა და ეგ კადრი ძალიან სასაცილოა, რომ უაზროდ ესე წითელი ბანძი უნდა გაგეკეთებინა და ისე უნდა გადაგეს. მოდი რა ესე მაყურებელმა კი ხო ეხა აუხსნად რაშია საქმე. მაინც დავალაგო. რაშია საქმე. აი მე დავუშვათ არ ვიცი მე მომი. ნუ წავედით მოკლედ ამ ფონიჭალაში, იმიტომ რომ გვაინტერესებდა რამდენად მარტივად ვიყიდით ამ ნარკოტიკს და მძღოლთან და ოპერატორთან კი, მძღოლთან და ოპერატორთან ერთად ვიყავი, რა თქმა უნდა და ნუ გვინდოდა უბრალოდ კადრების გადაღება და ბოლოს რაღაცა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, რომ მოდი აი ჩვენ სხვა ვცადოთ, აი უფრო ახლოს მივიდეთ და ნუ ბიჭებმა ხა შენ ხო არ გადავალოთ, არა მე ვიქაჩებოდი რომ მე გადავალ თქვენ. ბიჭებმა ჩვენ გადავალთო რა, მოკლედ და გადავიდნენ ისინი, ნუ ისეთ სიტუაცია იყო, რომ ბოლოს მეთქეს რომ ქეთუ ანუ აი ყიდვის პონტი რო იყოს და ვიყიდოთო და კი მე უთხარი როგორ არ უნდა ვიყიდოთ. აი ესე შემთხვევით მოხვდით მოკლედ რაღაცა იმ ხალხის წრეში, რომელსაც მივიწვი როგორც არის, მოკლედ და დავითრეთ ეს ზახოდი და ნუ მე ძალიან ცუდი რაღაც გავაკეთე, რომ წამოვიდი ტელევიზიაში, რომ კადრები გადამეღო რა და მე დავრეკე პოლიციაში ეგ. შენ ნადავლით წამოხვედი ხო? ნადავლით წამოხვედი რომ აი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ფაქტები იღება იქ თალხისე შენ, როგორც ჟურნალისტმა, რომ წახვედი იმ ადგილას, სადაც მთელ ქვეყანაში ესე თქვა გავრცელებული ეგ ინფორმაცია, რომ იქ შეიძლება მივიდეს ადამიანი და იყიდოს წამალი და პოლიცია ამის საწინააღმდეგოდ არაფერს. ხო, მით უმეტეს რომ იქ არის ხო, ამის შენება მინდა. ჩაატარე გამოძიება, გადაიღე, იქამდე მიხვედი, რომ ფაქტიც კი იყიდეთ, წამოხვედი თავი რა ხსნა, ბუნებრივია ახლა ამას ხო არქივში ხო არ შეინახავდი ჩვენთან ან მუზეუმში და მე დარეკე პოლიციაში, რომ აი ეს გავაკეთეთ ყველაფერი, გადაღებული მაქვს. რა რეაქცია ქონდათ რომ ეურეკავ და ეუნე ვიცით მთავარიდან გირეკავ ზახოდი გვაქვს და ხომ არ მოხვალთ ამოსაღებად არა ისი აი რა მაგაზე ხალხი თვითონ ჩალიჩო მე რო იქ რაღაც გადმოაგდონ ეზოში და არა იქ იყო ძალიან სასაცილო ნუ 112-ში დავრეკე რომ ოფიციალური შეტყობინება უნდა გამეკეთებინა მაგრამ თან დავრეკე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესდამსახურთანაც რომ ანუ რო იცოდეთ ანუ გამოძიები ანუ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში იყო და მაინც ყველა გავაფრთხილეთ რომ რა ვიცი რამე არ მოხდეს ახლა თან იმ პერიოდში მთავარში რო ნარკოტიკი აქვს ცოტა ისეთი ამბავი იყო და სხვათაშორის მე არ ვიცი ბიჭებმა იციან თუ არა და შენც იცი თუ არა ქეთას კიდე სხვა მიღწევა შეიძლება არც იცი ქეთა არის 2021 წლის პრაიმ კრაიმ-რუს ყველაზე მოთხოვნადი ჟურნალისტი. მასი გაშლილი ხელებით ელოდებიან მიიღონ, მაგრამ ქეთას უბრალოდ პრინციპის თემა აქვს პრაიმ კრაიმში არა. ბიჭო, იმაში რა ვიცი რა ხელფასი გეკეთებ, ყველაფერი იცი. ყველაში დილერები დარბიან, ბავშვებს ანათლინებენ, მთელი აკავია რა. არა, პრაიმ კრაიმზე ხა იქით არ ვეპატიჟებიან, მაგრამ ნუ იქ ხო სპეცსამსახურების საიტია და ნუ ყველაზე ხშირი შემსვლელი ვარ რა საიტი. იმიტომ რომ დღეში ყველაზე ხშირად ვარ და ვამოწმე. გივია ბათუმსკი გელა ზუგდიცკი და ქეთა ციცქიშვილი შედიან ყველაზე ხშირად პრაიმ კრაიმ-ზე ქეთა არა ისე პრაიმ კრაიმ-რო არის ყველაზე სასაცილო საიტი იმიტომ რომ ფაქტიურად არის ქურდული ცხოვრების ყვითელი პრესა ანუ თავისუფლად შეიძლება სათაური ნახო სად ისვენებდა რაღაც გოჩა რუსტავსკი და რატო გადაწყვიტა ვახო მეგრელსკიმ რაღაც ხო ინკაური ყვითელი პრესაა მოკლედ რა კარგი ეს რა გითხარი ახლა კიდე ძალიან გვაინტერესებს მოკლედ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ ძალიან გამბედავი და თამამი ადამიანი ხარ ამ
სიუჟეტებზე გადიხარ, საგიჟეთებს აწყობ, ნუ მე რამდენი წინააღმდეგობა რა ამბავში ხარ ხოლმე და ჩვენ აქ ეკრანს რო უზიხედვართ და გულშემატკივრობთ, ნერვები დაწყვეტაზე გვაქვს და რა ვიცი, სუდღეში ვართ. აბა, გავიქცეთ. ხო და აი როგორ ახერხებ მაგას რომ ყოველთვის ამ ყველა სიტუაციაში აი ესეთ დაძაბულ ძალიან რთულ სიტუაციაში მოახერხო ხოლმე ეს პროფესიონალურად აიღო ეს ინფორმაცია, გოგონა მიხვიდე, კარატე ჩაატარო და წამოხვიდე უკან. რაღაც ამბები იქნება რამე გახსენდეს ისე. იცი რა არის? აი ეგეთ ამბავში რო ხარ, მაგ დროს მაიხეს თქვენ რო დაძაბულები და ხეთხართ და უყურებთ, მაგრამ ჩვენ ანუ მე მაგალითად მაგ დროს დაძაბული არ ვარ, აი საერთოდ ვერ ვხვდები რა ხდება. ანუ დაახლოებით მე ვიძაბები ხოლმე რა. მინდოდა რა მინდოდა. დაახლოებით ის არის ჩვენ რო გიყურებენ ხოლმე, რომ ჩვენ აქ რო შედვართ და რაღაცა, ხო, ჩვენ საქმეში ვართ, მაგრამ ეკრანებიდან ისე ჩა. ხო, და იქ ხალხი რო უყურებს, ხო, უფრო იძაბება რო უყურებენ და იქ ჩვენ ვერ ვხვდებით. ან მე რომ მივდივარ სახში და აი რო ვახო ხოლმე და იქ ვიღაცა რომ ეკაჩავება ბრწყალებში და იქ ვიღაცა თავს რომ მოგდებს, მე რო ხვდები რომ მაგ გარშვარში ვიყავი. იმ დროს არის პროფესიული ექსტაზში რა. მაგ დროს ვერაფერს ვერ ამჩნევს გარშემო. ძალიან ესეთია. თუდად სათქმელია, მაგრამ ძალიან დიდი ადრენალინია და ხო და ანუ მაგის თქმით ანუ ეს ჩემი კითხვა ერთგვარი კომპლიმენტი იყო სუპერ გოგო. ხარ ძალიან მაგარი, ხარ ძალიან და ამიტომ მე ხო ჩემი ექსპერიმენტები შენ ხო იცი. რა ხან ამაზე წახვედი, თავის ასე გამორჩეული იმიჯზე. საი შინაიდო კონორი და რაღაცა ძალიან ისეთი კომპლიმენტები და ამბები მოსდის რა და მე ისეთი ამბავი იყო ჩემი თმის გადა. ხო, აი აჰა, რა ხან ასეთი ამბავი იყო მართლა. არა, აი ხა მაგალითად ტელევიზიაში, იმიტომ რომ ნუ მე აი რუსთავის პერიოდიდან მინდოდა, მაგრამ ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე მყავდა მოკლედ და ნუ არ გამოდიდა ის საინფორმაციო ჟურნალისტი ესე და ბოლოს თავარ არხშიც რო ვთქვი, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი თეო ნახავს ალბათ, ნუ ჩამივარ და პანიკაში, რომ ჩართვაზე აღარ დაგაყენებ, არსად აღარ გაგიშვებ, ნუ რაღაც ну и ცოტა ხანი ვითმინე და მე ხო იცი იმას რომ ეძებ ადამიანს რა ვინც უეჭველი გეტყვის რომ კი და ну გაბუნია და ნიკა გვარამი არიან ეგეთები ვინც ჩემ გადახოტილ თმაზე ну გიждდებოდნენ და ვინმეს კი არ ვკითხე რომ რას ფიქრობ მაგაც მივწერე ეგრევე რომ პასუხი მიმეღო რომ კი აბა რა დოკუმენტია აი გეთა ყველაფერში ასეთ თამამი რო ხარ და ასეთი მაგარი რო ხარ ჩვენ თამაშები გვაქვს ხოლმე აქ თამაშობთ ხოლმე და არ გინდა ჩვენთან ერთად ითამაშოთ ძალიან ველოდები მაგ თამაშებს გიждდები ჩვენი თავარი ნაწილი სტუმართან ეს არის რომ გავერთოთ და ვიხალისოთ სტუმართან ერთად რა და ну რა თქმა უნდა მაყურებელმაც ამით ძალიან მაშინ ეხლა შემო ჩვენ გვაქვს ხოლმე ლიდერბეტში ოთახში თამაშობთ ხოლმე მაგრამ აქ გვაქვს ერთი თამაში კიდე ზარი ახლობელთან ესეთი ამბავი გვაქვს და არ ვიცით რამდენად შენი ახლობელი მაგრამ ჩვენ ახლობელიც მოგიფიქრეთ უკვე და საინტერესო ვისთან უნდა დავრეკოთ ამას ყველაფერს ახავეგეთ ეს პონტიციცი ხო ლაპარაკის დროს რაღაცა ფრაზებს სიტყვებს შემოგაშველებთ და ისინი უნდა გამოყენებულ იქნას რამე თუ არ მოგეწონა მითხარი გადავშლი სხვა გვერდით თუ ვერ ჩავსი კი ვის დაურეკოთ ნიკო მოკლედ ჩვენ გვაქვს ზარი ახლობელთან და ახლობელი ჩვენ შეგირჩიეთ ამჯერად იმიტომ რომ ცოტა უფრო შინაარსიანი გამოსულიყო ამბავი და ჩვენ გვინდა რომ დაურეკო ლევან ხაბეიშვილს ეს მეგობარ არჩევნები არის არჩევნები აქტუალურია გაწამაციაში ამბავი წესი თუ ეჭველი უნდა როგორ გაუმკლავდება ამ გადარბენების დროს შენთან საუბარს მაგას გავიგე ხო და აი ნახოთ ახლა რა იქნება ჩვენ აი თემას მე ვფიქრობ ხო თემა შენ მოიფიქრე თემა შეგიძლია რაზეც გინდა შენ დაურეკო რა ხო კაი რეკავაგე ხო თუ არა და სხვა კანდიდატები ხო ერთი ისე სპიკერფონს ხო და ახლოს ამ ეს ხმას გავიგოთ შენი ხმაც გავიგოთ ბატონო ლევან როგორ ხარ ქეთავარ ციცქიშვილი რაღაცაიოს მიწერია თქვენი ნომერი ძალიან დიდი მადლობა ლევან ძალიან ისეთ თემაზე გირეკავ მაგრამ ნუ სხვა გზა არ მაქვს მოკლედ რა კარჩე ეხა ჩვენთან დარეკეს და აკეთებენ როგორც ვიცი სხვა ტელევიზიების და შესაბამისად ვერ ხვდები რა უნდა ვქნათ მაგრამ ნუ უნდა გითხრა ყოველ შემთხვევაში რა იმიტომ რომ სავარაუდოდ სხვა ტელევიზიის ეთერში ნახავ საღამოს ან სავარაუდოდ დაგირეკავენ და მოკლედ ამბავი იყო რომ ამ გახარიას კოკაინში კობის ამბავზე და ასე შემდეგ რაღაცა ინფორმაციებია რომ ოპოზიციის წარმომადგენლებზეც არისო რა მსგავსი ვიდეოები და რაღაცა საუბრებიო და არის იძახიან რომ ანუ ფონიჭალაში დადიოდაო ანუ კონკრეტულად ჩვენზე და კიდე ერთი ნაციონალური მოძრაობის ლიდერზე ფონიჭალაში რატო დადიოდაო ფონიჭალაში რატო დადიოდაო რისთვისაც დადიან ფონიჭალაში ტკბილი რაღაცეების საყიდლად გოგო ხო რა აფრენ ანუ ხაბეიშვილი დადიოდა ფონიჭალაში კოკაინზეო ხო ტკბილი ნიყვი უნდა ეყიდო რა ტიგია გოგო ვინაკეთებ ფაქტიურად რო არ მითხრა არ ვიცი ანუ მე როგორც ვიცი კონკურენტ ტელევიზიებში ამბობენ რომ 12 წიწილა წაი შენგა
გირეკავ და მე სამი კოკაინის გვარ მოვიხმარ, ანუ დავდივარ სპორტში გაინტერესებს. მე დავდივარ გეტყვი ახლა რა. ბიჭო, წყარო არის ტარტაროზი და ანუ სახელს დაგვარს ვერ გეტყვი ზუსტად, მაგრამ ნუ ეგ არის მოკლედ, ანუ ამ სახელით მოვიდა წერილი რა მოკლედ. მე ვიღაცა მაგარი ტუტრუცანა. მე გაიწევ მარტო ასე ვთქვათ ოცნების ჩინოვნიკების ხილები. სხვა რამის ნებებს გაიწევ. ეგ არის ჩემი კომენტარი რა ვიცი, გინდა გამოიყენიან მესიჯს მოგწერა, მოდი და ჩამწერე რა ვიცი. ხო და თან ესენი იძახიან რომ ანუ დაპირებებიც ხო აქვს რომ 5 მილიონი ყველა სოფელსო თან ოპოზიციას იმაშვებიან ხო ხდები ანუ კონკრეტულ ტიპებზე შენზე ანუ ვინც აქტიურობთ ამ წინასაარჩევნოთ ეხლა ვარ ტყიბულში აი გუშინ ვიყავი ვანში და დიდი ხანია პოლიციაში არ ყოფილვარ ტყიბულში რამეზე ხარ წასული თუ რაზე ხარ ტყიბულში ჩამოვიდანე ფაქტი პოლიციიდან ნიკამელიაც მენატრება ისე და ხო არ დავურეკო მაგასაც მაგაზე არაა კონკრეტულად ინფორმაცია მაგრამ მელია გენატრება ხო მაგრამ მაგაზე არ წერია ამ წერილში ინფორმაცია და მოიცადე ხა შენ ლევან ხაბეჟი დარეკავ თუ ვინმე მამაოსთან და არ წარება დაბარა მე სახალხო ჟურნალისტი ვარ ლევან და შენ არავინ არ ხარ ხო იცია რა ლევან ჩვენ ვართ გიყვართ ტკბილი ნიხვი ლევან თავარი ბიჭებიდან გირეკავთ ქეთა გყავს სტუმრად და მოკლედ თავად მოიფიქრა ეგეთი ამბავი აი მოკლედ რა აბა რა გეგონა კაი წარმატებები შენ წარმატებები შენ ბრავო ქეთა ასახალე ადგილი იმპროვიზაცია ახე რა ეს მარტიტი იმდენად სასაცილო აღმოჩნდა ხაბეიშვილის ახლა ჩვენ ხო ვიცნობთ ყოლია ყანი სტუმრად არაერთხელ და აი აშკარად ყოფია ბევრ რამეზე შეიძლება ბევრ ვინმეზე შეიძლება რაღაც თქვა რაღაცა საფუძველი კონდეს საიდანღაც მაგრამ აი ლევან ხაბეიშვილი და გახარია რო ერთად გახარია რო ჩემი ლაინი გაუშვი ბიჭო ჩემი ლაინი გაუშვი თუ კარგი, მაგრა გავერთეთ, ყოჩაღ და მე ეჭვს მიბადებს, რომ შეგვიძლია ლიდერბეთის ოთახში საკაიფოდ გავერთოთ. რა, რომც არ შეგვიძლია, მაინც უნდა გადავიდეთ. და ვირფასო ქეთა მოკლედ ჩვენ ვიმყოფებით ახლა ლიდერბეთის ოთახში. და შენ კარგად იცი რომ აქ ჩვენ თამაშობთ ხოლმე. ამ თამაშს ქვია, ანუ ქართულ ფილმებში იქნება ჩვენი ცნობილი სახეები ჩასმული პერსონაჟებში. ასე ქვია რა, ვისი თავი ვის ფილმში. ესე დავარქვით ამ თამაშს. ვერ გაიგებ. ვერ გაიგებ. ისი არა გვაქვს. ან გავიგებ. უნდა გამოვიცნოთ ვისი სახეა. სახე ვის ფილმში. ვის სახე ვის ფილმშია. შეგვიძლია მარტო ვისი სახე გამოვიცნოთ. დავიწყოთ. ნუ თემო რა არის? კი. ჩვენ ვარ. ბიჭო, რაღა ხო დაგვასწრეს, მაგრამ როგორ ისე ზის რა, რაღაცა შინაარსობრივად ენერგიითაც ზის, ხო? ინგა გრიგოლია რო არის, კი და ის არ ქვია, ფილმიც ვიცი, მაგრამ ინგა გრიგოლია ზის ტელეპირული საჭესთან. აქ რა ზღერი? დუდუ მოდის. დუდუ აბაჩი არა მოდის აბეზარა. ხილათ მომდი. კარგი. კონგრესი ხო აბეზარა? აბეზარ. შემდეგი და ორნი არიან. დოლჩე და გაბა. აი მეორე როგორ გინდა რომ დავასახელოთ, აი ქეთა თუ არ იტყვის მაგის. მეორე თქვი და მეორე იქნება ელისაშვილის მეორე. ელისაშვილი და მეორე. ეგ არ გაგვი ვერ ჩაგვექნება ხულა. ეს წესების თანახმად თუ არ ვიტყვით მეორე ვინ არის? ან მე მაგას სახელით და შენ მართალი თქვი შეიძლება მას ესე იცნობენ მეორედ. მას იცნობეთ ესე? ალეკო ელისაშვილი და მეორე მართლა მე მეორედ იცნობენ. ან ორ მეორედ იცნობენ. აბა ჯერ ორიგინალი გვაჩვენეთ ხარ. არება და გოგია ალეკო და მეორე. იმას მართლა არ აქვს არო ის. მათ შენ არის ვინ არის? არა დედას. ბიჭო ამოვისურვე მე მაგასაც მერიდება ხოლმე. და აი ხმასაც კი ვინც აძლევს ისიც ეგრე აძლევს. აი საჩევროსიაში ალეკოს მაგას. აი კაც ეგრე წერია ალეკო და მეორე. ოინე დედა დაგვასწრეს ამასობაში დაწყე. ვინ არის? არ დამეჭირეს. ზუსტად იაჯდება ისე. ბიჭო როგორია ნახე რა თმაც მოუხდა ძმან. ძალიან.
ირაკლი ღარიბაშვილია, რა თქმა უნდა. ძალიან რთული გამოსაცნობი არ არის. ოჩაკ დოქსოპულო მაგარი კაცი არის. ეგ არის. ილო ეგ არის არა? გაგები დოქსოპულო ოჩაკ მაგარი კაცი რა მოიქეთ. გვაცალეთ ბატონო. არა ბიჭო მაგის პაროდია კი არ გინდა იმის მე. დოქსოპულო შენ დედა ყავ? ბიჭო ღარიბაშვილი. შენაკეთებ ხომ კაი პაროდია? არა. ყოჩა. ოჩაკ დოქსოპულო. ყოჩა რა მაგარი კაცი რა მოიქეთ. ეგ არის მონანიება. შემდეგი ჩვენ ორი ვიცით ვინ არის, მაგრამ რომელი ფილმიდან არის? ეს ფილმი არის ისა კაცო რა ქვია. იპოლიტე ხვიჩია არის ეს. ანუ ეს მიღმა. შენ ხანა. სიარული რომანი? რაღაცა ვანა ხო ის როგორი თამაში გამოვიდა იცი? გონია რომ არ არის ჩასმული. ეგ არის. ნამდვილად არის. ხორხოცი არა, ხო ნამდვილად მხიარული რომანი. კაი. ეროსი მანჯგალაძის თავსას მასეს მოუხდებოდა. ნიგარული რომანი. შენინებით მიხვები? შემდეგი. ოიმე მე რა მემართა? ვატელზე რა უცნო? ჩუკი. ნიკასაც ძალიან უხდება. ნიკასაც ძალიან. ხობაშია ჩუკია. კი. დაგვიბრუნეთ რა ცოტა ხანი დაგვიტოვეთ ის ფოტო. მაინც გადაიყვანეთ უკან. ჩოგდებინებს. და ინგა გრიგოლეროვნებს. საქართველოს მტრებს მისი მრისხანე ხელი მოკრეულა. ხალი გაა? მალი თავს ყველა ჩოგდ. სადაც აქტუალები რა მაშინ ბოლოში. არამია. არა, ეგ ვიცი, მაგრამ ცაფირუს ხმელე ზურ მოხტო. შემდეგი. ამა ვერ დავაწარი. შენ ისე ხილად თორე? ძალიან მიხდება. მე არ ვთქვი დღეს რომ მეთქი ციხეზე შეგზავნილი იმას. აბა როგორ არის ეს? ეს რა ფილმია? დათო რა ეს რა ქენი? დათო რა რასტურანტიდან არის? პელე. ძინართამზია. ძინართამზეში რომ დათოა იმას ადევს შენ. აურასი. პელე თუ. ახალი. ზაგაია. ეს სურათი არ ვიცი. არა რა არის? შემეშინდა გისოსები, მისი ბოლო სიუჟეტები, რაღაცები რა. რაღაცა. თვით. თვით. მოაშორეთ აქეთ. მიწასხელი წასხელი. რამე ხوارმელის. ეგრევე ჯამა. აუ, ისე გომელაურზე პირდაპირ გომელაური გომელაური ვარ, ქრისტე ღმერთი კი არა. ვევრი. საიდან მოგდიმანდა? ეროსი ვარ. ეს როგორ ეკითხება ხოდი იქა? ეს ფილმები ესე ბუას ეკითხება იქ. ბანკში რომ ისულიყო ეგრე უნდა ეკითხა. აი როგორ დავიჭირო? სამწყუაშვილი კი არა და ის. როგორ დაიღებო? შემდეგი. ოპა, გრაფის ეგედია თუ მუშტიზარანდია? მუშტიზარანდია. ეს კაცი ვინ არის? ეს რაღაცებს უუბაზრებენ ის არის კაცო. რაღაცებს. რომელი? ეს როგორ აიცი? აი მე მოიცადე ეგ? ამ ფოტოში რა ხდება, იცი? ძმამ გაიყნა და სარკეში ჩაიხედა და ვაუ. ხუმრობით კაცო რა სავარაუდო? ყოველგვარი ვარაუდის გარშემო. უბრალოდ ხუმრობით ყველაფერს ამართლეთ. კარგი, შვენიერი, შემდეგ. და ისინი რა ქვია? ჩანაცვლება. შენ გენაცვალე ბიჭო. ვაიმე, რა მაგარი გინდა. გაულაცუნე. ფასო მელია, გავლა შემოუტყლაშუნე, მელიას გვაქვს. მელია გარანტირები მამაო, კაცო, იქ მამაულოცინე. კარგი, მოკლედ ეს თამაში დასრულდა თქვენი უპირობო გამარჯვებით, თუმცა ჩვენ შეგვეძლება რომ გაგითანაბრდეთ შემდეგ თამაში, რომელსაც აი ამ წამსვე შემოგთავაზებთ. კეთა რა რთულ თამაში შემოდივარ მაგონი. რთულესი არის. მე პირადად გეტყვი რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე რთული მომენტი. ეს არის პაროდიობანა. უი. მარტო ამათ რო ვაკეთებინებ და ჩვენ გამოვიცნოთ. გუნდის წევრებზე შეგვიძლია თუ არ გავიგეთ. მაინც მოგვიწევს რა, როგორც გამოგვიგო, ესე გავაკეთოთ. მოკლედ, აქ არის ცნობილი ადამიანები, ჩვენთვის კარგად ცნობილი და უნდა შევეცადოთ პაროდიები გავაკეთოთ. სიტყვით, უსიტყვოთ როგორც გინდა, ხო? ვინ დაიწყებს? ის იმდენი საუბრე რომ თუ დაიწყებ. აი, ვაინიკომ დაიწყოს. მიდი. და მე შენი უნდა გამოვიცნო. აი, მე ილორა დაღუპული ხარ. არა. ესე რას გაიქცა? სორი, დოქტორი. აი, სიტყვასაც არ ვიტყვი. მოდი მე ვიცნობ.
რა კარგია. აქ ცოტა თეთრად გაქვს პატარა? ბევრი გაქვს? რამდენი ოჯახიც ვართ? კიდე ერთხელ თუ მოგიყვანთ გაგვიყო? აბა შეყოფი ხარ მამაც და მარჯენალის და უფასოდ მოგცემ ფულს? უფასოდ მოგცემ? ხარ კიძინა ხარ კაცო. ილიკო მოდი. მოდი კუკრიტინა. აბა ვინმე? იბოძე. და ეხლა. კიდე მე სხვა რაღაცას მეგონა მეუნებოდი. აბა ვინმე? კაი. ჩვენ ჩუმად ვართ ქეთა იცნობს. რატო? დაკეცე, ჩაკუჭე, შეჭამე. განუყოფლები ვართ თუ რა? ხმა რა მოიღო ეხლა თორე რა მიოკეს, ნუ იძლევ, თორე არ შეგიძლია. ნუ მოიცა? ირაკლი კალბახიძე. ბიჭო, მე მგონი შენი ფეივორიტ, შენი არჩევანი კი არ არის, შენი ბედისწერა. არჩევანი არ იყო ეხლა. შენი ბედისწერა. My brother for another mother. მე დავსვამდი ერთ ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვას, შენს ადგილას რო ვიყო, აი მისი ფანი რო ვიყო და შენს ადგილას რასაპირებს ის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. მე ამაზე მაინც ვიფიქრე. მოდი გამოცდილებას. გამაცან. მედი? რაუф, ძიმე შეგხვდა? მედი? ეხლა მე მაგის პაროდიას ვაკეთებ თუ. უბრალოდ მან ბოტასები უნდა იყოს გრძელი, ხო? ო, ფეხზე რა თქმა უნდა, ეს მდაბიობები ვენაირი გოიმ არ უნდა გესვა. ნუ, ნოდარ მელაძე ნიკა. ნოდარი, რა თქმა უნდა, ნოდარ მელაძე შემხდა და განვასახიარე უსიყოთ ისი საფირმო როგორ გენი ეს რო გავაკეთე. შენ ხო ეს აბა, გამოისმო, პერმა გამოისმო. ვნახოთ რა იქნება. ჩვენ იმენა ვას დუ. აბა ბამ 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 ბამ. დილომ უნდა გამოიცნოს, ჩვენ არა. რა კარგია, რა კარგი. მე ამის უხმოთ ძალიან რთული, მაგრამ ხმით რო თქვა ეგრევე ესეთი ძალიან. მაშინ აბა ჯერ ისეც ადე. ძალიან ღია რა. აი ხმა არ გამოუშვა და ისე ვითომ ილაპარაკე და ჩვენ ამ ობრაზს დავინახავთ. არა. ვერ ვილაპარაკებ მაგაზე. ოხ. ვიმღერებ. ვიდი ზაკაია. ოღონ ჩუმად რა მიყნეს ეგრევე. სხვარი მღერებ ბარემ ღა. ხო, ეგრე. რას? შენთვის არა, ხმით ვერ ვიმღერებ, იმიტომ რომ ხალხი იმ წამშივე გადართავს და უხმოდ ვიმღერებ. რას ამბობ? მართლა? რას ამბობ? ოჩა. ჩემი ჯერია ისე? აბა, ჩაყვინთელ ამაზო. რატო ის დარჩენ? სამი კი არა, შეიძლება ორი ერთი. ივიცი სიმღერების ზედა. აი, ხო, გითხარი ორი. უბრალოდ ჩემი მონაცემებით ვერ გავრისკავდი. თან ჩაგვეთვალო. რა კაი ამა მივიდა თუ გამოიცანი? თუ გამოიცნო, კაია მოგევიდა. არის. უბრალოდ საკონტროლო გააკეთე 1-2. კაი, იწვალე და ეგ არის მე მგონი. აი, სახის მიმიკებზე იწვალე. ოპა. ეგ არის. ეგ არის. შენგან უნდა უფრო მეტი. ნიკას არ ერთის უბრალოდ. უშრომველად დადება შედეგის. ბიჭო, მოდი ცოტა ხას ვაწვე. მე ვიცი ვინსა. ეს არის? ბოკერია. გიგა ბოკერია. შენი მამას სიმხარეა. მისი ყველაზე ხშირი სიტყვები რასაც ხმარობს არის ყველა. ესენი როგორ ვიცნობენ რომ ოკეი, მოდი. ჩაყვინთე. დამეთ გადადი და უსიტყვოდ. ყოველგვარი შესაბამების გარეშე რა, უფრო მეტი აზარტი შევძინოთ. ბოლო ისაა რა მცდელობა. No intros. Come on. Okay. და წავიკითხეთ ჩვენს გადაკეთეთ დროს გადაშლის. მერთო ჩემო. უხმოდ. ხარიბაში. ხო? რა უნდა? ლამას ხო გავსხან. ეს არის შუბედურება ეყოფა. ბოლო დავა ესე იგი რაღაცა დამიჭავეთ ისე, ხო? ეგ არის. კი, ღარიბაშვილი მე უნდა გამოვიცნო. ყველაფერი გავაკეთოთ. ოჩა ღვანიკო. მაგრეკეც. ძალიან ადვილი იქნება სამართლი თამაშობ. ჩემი აზრით ძალიან ადვილი იქნება. შემიძლია ну მოდი მხიარული მინიშნებით იყოს ვიდრე აბა არასასიამოვნო. აუ, კაირა.
კაი. გავიგე. ეხლა ნახე. მეორეც არის. ეხლა ნახე. ეს არის რა პრობლემაა გას. ყველაფერი შეიძლება გამოიყენო. კი, გამო. აბა მიდი ქეთა Come on. აჰა, ბოლო ესე იგი, ხო? ой. დავდივარ წრეზე. აღარაფერი აღარ. აღარ არის. პუტინის ეს იყოს მაგის ეს მე რა მოიხედავ ხოლმე. ამას დაჟე ტუც არ დავა. Володя. ნუ მოდი აღარ გავაგრძელოთ ინოქორე. ბრავო გამუნია. მოდი სტუმარს სტუმარო ქეთა ნახე ბიჭებო 1 2 3 4 ვენიერაც გავერთეთ ძალიან კარგად გამოიცანი ყველაფერი და ჩვენ რა თქმა უნდა მომავალი პრემიერ-მინისტრი გაიგე ჩვენი სპონსორი ლიდერბეტისგან უკონტაქტო ლიდერ ქარდი რომელზეც 500 ლარი არის დარიცხული და როგორც ვიდა გამოიყენებ მადლობა ძალიან მადლობა შენ სტუმრობ მადლობა ქეთას დავედით